წლის გამზირზე ახლა იკრიბებიან სტუდენტები, სულ ცოტა ხანში ისინი მსვლელობით გაემართებიან რუსთაველის გამზირისკენ პარლამენტის შენობასთან, ასევე აქ იმყოფებიან ლექტორები, პროფესორები, ამ მსვლელობას მარშს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. თქვენ ხედავთ, სტუდენტებს მოტანილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები და სულ ცოტა ხანში უკვე დაიწყება მსვლელობა და გია ბუღაძეს ვხედავ მხატვარს, რატომ უერთდებით ამ აქციას და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ხმა, სტუდენტების პროტესტი. ჩვენ ვხედავთ, რომ უწყვეტ რეჟიმში ძალიან აქტიურად იღებენ დემონსტრაციებში მონაწილეობას, განსაკუთრებით სტუდენტები. იცით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედაც ეს არის ის, რაც მოულოდნელი იყო კგბ-შნიკების და FSB-შნიკებისთვის. იმიტომ წარმოგიდგენიათ, მას თუ სხვა რამე დაგეგმეს ის, რომ ესე ქართლს მოადუნებენ, ქართული ზარმაცია, ხვას არ ამოიღებ და აღმოჩნდა, რომ თურმე ეს ქართული გენი ცოცხალია და აბსოლუტურად გაუსწრუდათ ის იმედებით, ამიტომ ეს მართალ საოცარი სტუდენტები იყოს. მე 46 წელზე მეტია პედაგოგიური საქმიანობის ვეწევ, ყველა რანგში და კარგად ვიცნობ ახალგაზრდებს. მეც კი გაოცებული ვიყავი ამ ენერგიის შემკურე, რომელიც ჩვენმა სტუდენტებმა გამოიჩინეს, განსაკუთრებით ილიაუნის. იმიტომ ეს არის წარმოუდგენელი რამ. ასე რომ რეალურად მოულოდნელობასთან ერთად არის სიურპრიზი მათთვისაც და ჩვენთვისაც. და ასე რომ რეალურად აი ამ გენს ვერ ჩაკლავე ვერაფრი და ეს ივანიშვილის რეჟიმს ვხედავთ, რომ განსაკუთრებით აშინებს ახალგაზრდობას. იცით რა არის, მათ ვერ მოძებნეს ლიდერი. ხო, ლიდერს ეძებენ, თუ ვინდა გავალა, ცემენ, ურტყავენ, რა ვიცი, თაფერს ალეწავენ, აწამებენ, მაგრამ მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ რეალურად მათთვის ხოს რუსული ცნობიერების, რუსული მენტალობის ხო წარმოუდგენელია. ლიდერი არის საზოგადოება, ახალგაზრდები საზოგადოება და ჩვენ უბრალოდ დავვა მათთან ერთად ვართ, იმიტომ რომ რეალურად აქ არ არის მამათა და შვილთა ომი და დაპირისპირება. ეს არის ერთიანი ორგანიზმი, ერთიანი აბსოლუტურად სხეული. საჩვენ რა თქმა უნდა გამარჯვებას მოვიპოვოთ. აუცილებლად მოვაშორებთ რუსებს აქედან. აუცილებლად მოვიშორებთ ივანიშვილს და მის მართა ამ ბანდას, იმიტომ რომ არ გამოვა. წარმატება თქვენ. უდიდესი პატივისცემი თქვენს მიმართ. მადლობა დიდია. გზის სავალ ნაწილზე უკვე გადადიან აქციის მონაწილეები, მათ დაიწყეს მსვლელობა. გიგიაძე შეგვიძლია გავესაუბროთ, პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენც უერთდებით ამ მარშს. გვითხრით, რამდენად მნიშვნელოვანია პროტესტი და ახალგაზრდების აქტიურობას ვხედავთ, ხო? ყოველდღიურად ისინი მართავენ აქციას, მათი მიზანია რომ გააგონონ ხმა რუსულ რეჟიმს და უთხრან მკაფიოდ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. პროტესტი არის აუცილებელი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ უკვე ხედავთ, რომ ამ ძალისხმევას, რომელსაც უკვე მე-20 დღეა იჩენს ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა, აქვს შედეგი. სანქციების სახით, აქ შედეგი სხვადასხვა ქვეყნების კაფეო განცხადებების სახით, აუცილებელია გავაგრძელოთ ჩვენი ერთადღომა, აუცილებელია გავაგრძელოთ ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის, ევროპული საქართველოსთვის, ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. აუცილებლად უნდა გკითხოთ ახალ სანქციებთან დაკავშირებით. დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს შეეზღუდებათ შესვლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება და ასევე ჩვენ ვნახეთ, ხო, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად კონკრეტულ ზომებს ისინი მიიღებენ და სანქციების ახალ ტალღას იხილავს ქართული ოცნება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს იყო ძალიან მკაფიო პოლიტიკური გზავნილი აი ამ რეჟიმისთვის. სანქციების პროცესი გრძელდება, ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ კიდევ უფრო მეტ სანქციას ინდივიდუალურ რეჟიმში განხორციელებულს, იქნება ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გაკეთებული ორმხრივ რეჟიმში. და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება ასევე კონსენსუსის მიღწევაც იმ ორთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს საქართველოში. მადლობა, მოკლედ თქვენ ხედავთ რა ვითარება ახლა ჭავჭავაძის გამზირზე, ძალიან ბევრი სტუდენტი არის შეკრებილი, ისინი მსვლელობით მიემართებიან რუსთაველის გამზირისკენ, როგორც ხედავთ, გადაკეტილია უკვე ჭავჭავაძის გამზირი და მათ სურთ, რომ გააგონონ ხმა რუსულ რეჟიმს, ისინი აცხადებენ, რომ მათი მომავალი არის ევროპაში და შეგვიძლია გავესაუბროთ გიორგი კონდახაშვილს, რომელიც სხვათა შორის ილიაუნში კითხულობს ლექციებს, რა არის თქვენი სათქმელი და პროტესტის ახალგაზრდების პროტესტი შევაფასოთ. კი ბატონო, ჩვენი სათქმელია, რომ ავტორიტარიზმისკენ მიმავალი საქართველოს ხელისუფლება უნდა შეჩერდეს, ქვეყანაში უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები
და თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა რომ აირჩიოს ის თავრობა და ის პარლამენტი რომელიც განასახიერებს აღნიშნული ქვეყნის ინტერესებს. რა მოლოდინი გაქვთ, რა პროგნოზების გაკეთება შეგიძლიათ? უკან დაიხევს რეჟიმი, მოუწევს მას დათმობებზე წასვლა. როდესაც სრულიად საქართველოს ფეხზე დგას, როდესაც სტუდენტები, ახალგაზრდები, ყველა პროფესიის ადამიანები ფაქტობრივად გაერთიანებულია ერთი მოთხოვნით, რომ ეს უმსგავსობა ქვეყანაში უნდა დამთავრდეს, სხვა გზა ნამდვილად არ არსებობს. ეს არის დროის საკითხი, როდესაც ერი არის გაერთიანებული, როდესაც ახალგაზრდები, სტუდენტები არიან გაერთიანებული აი ამ მოთხოვნით, არც ყინვა, არც ეს გაუსაზრისი პირობები არაფერს წინაშე არ ახევინებს უკან, ალტერნატივა არ აქვს მართლ გუნდს რომ დათმოს. ამიტომაც ადრე თუ გვიან ჩვენ აუცილებლად მივახცევთ იმ მოთხოვნას, რომ გათავისუფლდეს უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები საქართველოში. მადლობა დიდი, აი თქვენს გვითხრით თქვენი სათქმელი. დაღამშვიდობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ საზოგადოებრივ ჯგუფს მივაკუთვნებ ჩემ თავს, რა თქმა უნდა, პროფესორ მასწავლებლების კატეგორიაში ყოფნა ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ახალგაზრდებთან გვაქვს საქმე, ახალგაზრდებს, რომელსაც უნდა ასწავლო, რომელსაც უნდა მოუწოდო, რომლისთვისაც უნდა იყოს სამაგალითო და მე არ მესმის დღეს როგორ შეიძლება იჯდეს სახლში, არ ამოიღო ხმა იმაზე, რაც დღეს საქართველოში ხდება და მე შეხვიდე აუდიტორიაში და ჩაატარო ლექცია. ეს არის ყოვლადწარმოუდგენელი, არ დაგიჯერებს ამ თაობამ, ვინც ჩვენი სტუდენტები არიან, ძალიან კარგად იციან სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების ფასი, ძალიან კარგად იციან თავისუფლების ფასი და ამიტომ უბრალოდ არა გვაქვს ჩვენი მის ფუფუნება, რომ დღეს ვიყოთ მოდუნებულები, შეიძლება დავუშვათ იღებდე ყველაფერში მონაწილეობას და დღეს აქ არ იყო, ესეც ჩემთვის გამორიცხულია, ამიტომ მაქსიმალურად დღეს ყველა უნდა იყოს აქ, ვისაც ახალგაზრდებთან აქვს შეხება, ვინც მოუწოდებს, ვინც რაღაცა ასწავლის ამ ახალგაზრდებს, იმიტომ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში თვითონ გვასწავლიან აქეთ და უბრალოდ არ მოგცემენ იმის საშუალებას, რომ ჩვენ გავჩუმდეთ, ჩვენ არ ამოვიღოთ ხმა, არ მოუწოდოთ ხალხს, რომ იბრძოლონ დამოუკიდებლობისთვის. დამოუკიდებლობა ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს და ყველაზე დიდი რამ, რაც შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური სფეროს მოღვაწეობა, აქტიურობა და აი ყოველივე ეს აი ამ ახალ სტუდენტების და პროფესორ მასწავლებლების ეს ურთიერთობა და ეს იდეათა თანხვედრა, ხო? რა თქმა უნდა, აუცილებლად მიგვიყვანს, მე ვფიქრობ, საჭირო მიზნამდე. და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით დამოუკიდებელი ქვეყანა და აუცილებლად გავიმარჯვებთ დათმობ. მადლობა. ამ აქციას ასევე უერთდებიან ადვოკატები, იურისტები, მე ვხედავ დიმიტრი საძაგლიშვილს. გითხარით, რატომ მოხვედით თქვენ აქ? ვიცით, რომ თქვენს სტუდენტებს, ახალგაზრდებს უკითხავთ რამდენიმე უნივერსიტეტში ლექციებს. ამ შემთხვევაში მარში მონაწილეობ როგორც დასავლეთში განათლება მიღებული სტუდენტი. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განათლებული ახალგაზრდობა და განათლების მიღება, კრიტიკული აზროვნების განვითარება შესაძლებელია მხოლოდ დასავლეთში, იმიტომ რომ მეორე ალტერნატივა რაც გვაქვს რუსეთში და დიქტატორულ რეჟიმებში, მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ ადამიანებს იმ თვალსაზრისით, რომ მათ არ აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, ეს არის თავისუფლება. თავისუფლებაზე უნდა იყოს დაფუძნებული ნებისმიერი სახელმწიფოს განვითარება და მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ბრძოლაში გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა იქნება ნამდვილად ევროპული. ვიმსახურებთ ამას ქართველი ხალხი და არ მივცემთ რუს ოლიგარქს და მის რაღაცა მცირე ჯგუფს ლაქიების, რომ წაართვას მომავალი ამ ქვეყანას. მადლობა დიდი. მოკლედ ასეთ ვითარება ახლა
ჭავჭავაძის გამზირზე აქ მყოფი ადამიანები თანხმდებიან, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ისინი არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებენ იმას, რომ საქართველო რუსეთის გუბერნიად გადაიქცეს და ჩვენი ინფორმაციით ასევე საქართველოში ჩამოსულია გერმანიიდან ბუნდესტაგის დეპუტატი რობინ ვეგენერი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით უნდა შეუერთდეს ამ მსვლელობას, რადგან მისი პოზიციაა, რომ ის დგას ქართველი ხალხის გვერდით და ის მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებს ცოტა ხანში, როგორც ვიცით, ის შემოუერთდება ამ აქციას.